მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენს ვიდეო მიმოხილვას ხრახნულიანი იარაღების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს არის მესამე დამასრულებელი ნაწილი ხრახნულიანი იარაღების ნაწილის. პირველი ორი ნაწილი უკვე არის არხზე და შეგიძლიათ ნახოთ, თუ აქამდე არ გინახავთ. საკმაოდ საინტერესო ვიდეო მიმოხილვები არის. სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ ეს არის გერმანიაში გამართული გამოფენის ვიდეო მიმოხილვა. ამ გამოფენაზე არის ხოლმე წარმოდგენილი ბევრნაირი იარაღები, ამუნიცია, სამოსი და ასე შემდეგ. პნევმატური იარაღი და გლუვლიანების მიმოხილვა უკვე მაქვს განთავსებული არხზე. ხრახნულიანების ორი ნაწილი იყო და ეს მესამე ნაწილია, რომლითაც დავხურავთ ხრახნულიანებს, თუმცა წინ კიდევ გველის ისეთი მიმოხილვები, როგორც არის ოპტიკა, ამუნიცია, რელოადინგი მაგალითად, სუპრესორები და სხვა წვრილი კიდევ ვიდეოები. იმედია, რომ საინტერესოა ეს ყველაფერი თქვენთვის. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოკლედ, გავაგრძელოთ ჩვენი მიმოხილვა, ნახოთ am მესამე ნაწილში რა დაგვრჩა სანახავი. კიდევ ერთხელ მე სუპერ-პუპერ პროფესიონალი არა ვარ, მაგრამ რასაც შევძლებ, იმედია მოგეწონებთ. დავიწყოთ. ალბათ იცანით. ЧЗ. ვინც ვერ ვიხდით. ЧЗ და კოლტი ერთად არიან. შარშან თუ შარშან წინ მოხდა ის ამბავი, რომ თითქმის გაკოტრების პირად პრაქტიკულად უკვე გაკოტრებული კოლტი ЧЗ მიყიდა. რითაც ЧЗ ისედაც კონგლომერატების სიაში იყო და გახდა სუპერ-პუპერ კონგლომერატი. წარმოდგენილი აქვს ბევრნაირი იარაღები. ამათ ახლა რა თქმა უნდა გადასარევი იარაღები აქვს. ჩვენთანაც შემოდის ხოლმე რაღაც ნაწილი. ამას ცოტა ძიმე სასხლეტი აქვს. ის რომელი იყო 457 რეინჯი. რა თქმა უნდა პისტოლეტებიც არის უამრავი. Shadow, საკმაოდ მძიმე არის. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ეს იმდენად მძიმე აღარ არის. რაც თავარია ხა ასე ნელ-ნელა ჩვენ როდესაც გადავიდეთ ახლა ყველანაირ პისტოლეტებს, მოდიემ ხალხსაც აუვარდეთ, უცებ აღმოჩნდებით სტენდზე. სადაც ნახავთ ლეგენდარულ იარაღებს. ხომ ხვდებით რატო? იმიტომ რომ აწი კოლტი ეკუთვნის ЧЗ-ს. ეს სტანდარტული 911-ის კლასიკური. შვენიერი რამეა. საკმაოდ ბევრი ფორმა აქვს. რა თქმა უნდა არის რამდენი მოდელი განსაკუთრებული. ეს მოდელი, როგორც ცოდნეები მიხვდებიან, ეს არის 600-იანი სერიიდან. რა თქმა უნდა, ესეც ეს კონკრეტულად არის 6 კრიდმორში გაკეთებული. ჩემ დურაკულტეს აკმაყოფილებს არ ეჭედება მიმწოდებელი. აბა სასხლეტიც ნახოთ. ხო. ნუ ახლა ვერ ვიტყვი რომ ძალიან რბილია, მაგრამ საკმაოდ კი, რბილი არის, მაგრამ სადღაც 1.5 კილომდე ძალა ჭირდება. განსაკუთრებული კი არის აი ეს. რა თქმა უნდა, ეს არის 22-ში. დავკეტეთ, ჩავკეტეთ და ეხლა ისიამოვნეთ სასხლეთს. ეს არის პირველი საფეხური, რა თქმა უნდა, რეგულირებადია და შეგიძლიათ თქვენ ჭკუაზე და არეგულიროთ და ამის მერე უცებ აი ტანში ოდნავ გაგცრა და გავარდა.
კიდე ერთხელ ვსინჯოთ. ანუ იდექით გასროლას აპირებდით და უცებ შეგცივთ და ტანში გაგაჟრიალთ. მიკროსკოპული სიზუსტით ისვრის. კაი რამე. მოკლედ ჩეზე პლუს პოლტი. ნახოთ რა გამოვა მომავალში. ხა ხელახლა მოხდი აქ HK-ის სტენდთან. გუშინ ხმავერ ჩავიწერე ხო მაგალითად. აი ეს მაგალითად 308-ია, ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის მithumetes ბენდერის თავისი ოპტიკიანად. ასევე მეორე 308-ია. ესეც ვებერთელაა ჩემთვის. აი ხა ეს ვებერთელა ტიპი რომ მაგის ალბათ კაი ასაწევი იქნება. ახლა ამის რეაქცია ნახოთ აბა. No. From here. Yeah, no, I know. Так, შემდეგი რაკაც ყველასაწერი ესეც 308. Ну, იდეაში აერათის პლატფორმები არის, ესენი სუპერ. აქედან დაწყებული 223-ის პლატფორმიდან, ანუ R15 პლატფორმიდან. ესე იყო ნორმალური, ადეკვატური წონებია, ყველაფერი კარგად მუშაობს. ერთადერთი აი ეს 223-ში არა, HK 223 დაე. ამას თავისი პლუსი აქვს, რომ მაგალითად ეს რომელიც დაანძგინა იქიდან გადატენა. გადმოწია და წამოიღე ცალი ხელით მიჭირს მაგალითად. დასაკეთი კონდახით ცოტა ფუტურისტული ფორმა. ეკლერ კოხს უყურს ხოლმე ესეთი რაღაც გაუგებარი ფორმების გაკეთება. კაი, დანარჩენი ეგერ პისტოლეტებია, გადავიდეთ ვარ იმანდაც. MP7 გაიჩიტა. ეს გაყიდოს როგორც ესე არ არის ხოლმე, არა. ეს MP7 ამოწევა და მაიცა. აი აქ აგერ გადავტენეთ და დაშვება და დაიტენა. მე უკვე გამოყრა შეიძლება. ეხლა მე მგონი უფრო პოპულარული ძიგები სარგებლობს ვიდრე HK-ის პისტოლეტები, მაგრამ გოგოებს ერთობიან ხოლმე რამეებს. აი, აქეთ უკვე მეორე დილერია. ვაიმე, ხო. აი, რაღაც არის როგორც ეს, მაგრამ ცოტა ძველებურია. აქ რა ვიცი, ძალიან ბევრი თოფებია, საერთოდ მაგის გადავლას რა ვიცი, დიდი აზრი არა. აი, ეს სამლულიანები საინტერესო არის, შარშანაც იყოს ხო, დაგვარებ. ძელი ლულით, მოკლე ლულით. არა, ესეც საკმაოდ უხეში არის ჩვენ შინაშეს. შეგრძნება გრჩება, რომ ზედმეტად მოყანყალებული, მასიური და ამასობაში რაღაც მოუქნელი იარაღი. შეიძლება ჩემი ხელია პატარა, მე საერთოდ მაგალითად გლოკის ათვლით რო ავიღოთ 19-იანი ჩემთან ხელში კარგაჟდება, 17-იანი კატასტროფულად დიდია. ასე რომ ზუსტად იგივე შემთხვევასთან გვაქვს ადგილი. ეს იარაღი კონკრეტულად ჩემი ხელისთვის დიდია, თუმცა კაი დიდი ჯანიანი არის. ვიღოთ პატარა. აი ბატონო, აი ეს უკვე შვენიერი არის. აი ბატონო, შვენიერ მუშაობს ყველაფერი. რა თქმა უნდა, კაი იქნებოდა ხა ამებზეც დათამაშება, მაგრამ სამწუხაროდ შეგვიზღუდეს ფუნქციონალი. ცალი ხელით გადაკეტვა პირდაპირ შეუძლებელია. არის ესეთი სუბუქი მოდელებიც, რა თქმა უნდა, და არის მძიმე მოდელებიც. მე თქვენ გაჩვენებთ ახლა ერთ-ერთ სუპერ მძიმე დიდ ვებერთელას და ამასობაში
კატასტროფული ფასის მქონე იარაღს. HK. როგორ მოგწონთ ლამაზმანი? და აბა თუ მოგეწონათ მისი ფასი. €7,319. ნუ ჯანდაბას ევრო დაგვიკლეს, თორე ისე €7,320 ღირდა. ესეთი რაღაცებიც ხდება. ცა კაი გემრიელი იარაღია. პირობითად ჩემი კონსისტენციის ადამიანისთვის ესეთი რაღაცა აუწეველი სიამოვნებაა. შესაბამისი კონფიგურაციის ადამიანი ჭირდება. როგორც ყოველთვის გაკეთებული აქვს ხოლმე ესე რომ ეს ჭიდი ხელს გიშლის ხოლმე გადატენაში, ამიტომ ცოტა ძირს ჩამოვწიოთ. ეხლა გადავწიოთ, აბა, აჰა. გამოვიდა ბოლოში. შევიდა. იბატონ. ეჭედება. არა თანდაც. აბა. კალიბრი აშკარად დიდია. მეშინია ფასის კითხვა. long action-ია აშკარად. სალი ხელი ძალიან ძნელია გახსნა. Так, სევეჯის სტენდზე ჩემი ყურადღებას მარტო ორი მოდელი იქცევს, გაცილებით რაღაცეთ ვარიანტში. აი ეს ორი არის. ორივე არის Elite სერიიდან, ერთი Impulse Elite სერია არის და მეორე არის ASATI RF Elite სერია. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, იმიტომ რომ შეიძლება customizable იყოს მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით 300-დან 22 კალიბრამდე, long action-დან short action-ამდე. ნუ short action-ი აღარ გამოდის, ეს უკვე 22, რა ვიცი, super short-ი გამოდის პირობითად, იმიტომ რომ long action-ს ეძახიან ხოლმე როგორც წესი 30.06-ის კალიბრს, ხოლო short-ს ეძახიან 380-ს. 380-ზე ქვემოთ კიდე super short-ი გამოდის, არის. ჯამში ეს კონკრეტული მოდელი არის ახლა 22 LS-ში, აი სულ პატარა ეს არის. რა თქმა უნდა, MDT-ს შასიში, ბებერთელა ლულით 22-იანით შენად მუშაობს და რა თქმა უნდა, AX-ის ამჭირებთან თავსებადი არის. ძალიან მაგარი რაღაცა არის. თუ საშუალება გაქვთ და გჭირდებათ, განსაკუთრებით 22-ის შემთხვევაში, ვაიმე რა კაი სასახლეთი აქვს ამასაც. დღეს მინდა გადარება მაქვს. ვაი. საერთოდ ახლა ეს ზოგიერთს არ მოწონს ხოლმე ეს. რა ქვია მას. სევეჯის სასახლეთი მე კიდე ძალიან მომწონს პირობითად, იმიტომ რომ აი ეს ჩათვალე არის ხოლმე პირველი საფეხური ჩემთვის. და შემდეგ ეს უკვე ერთსაფეხურიანი სასახლეთი არის, ნუ აი იდეალური. გადასარევად მუშაობს.
ჩემი დურაკული ტესტი რომ შეავდა, აქ ფიზიკურად ვერ გაჭედა, ჯერ ესეთი სულაც პატარა, მეორეც კარგადაა გაკეთებული. რა კაი სასახლედი აქ. ხო, ერთი ამის ფას ვიკითხავ, მე რა ჟდება, საინტერესოა. და მეორე ვარიანტი ეს არის უკვე იმპულსი. იმპულსი უკვე ლულა, ხო. რა თქმა უნდა, ესეც MDT-ის შასიზეა, მაგრამ ამას აქვს ერთი განსაკუთრებული ვარიანტი. დააკვირდით ჯამკეთს. ვერ გახსნით, უნდა დააჭრით აი ამ რილაქს და ამის მერე შეგიძლიათ აი ეს გამოვხსნით. ესეთი უცნაური საკეთია. დავაჭირეთ, გამოწიეთ, მიწიეთ, ჩაიკეტა. ეს კამრების სისტემა მოგონებული ძალიან დურაკობა არის ყველაფერში მიშლისხაც. რა თქმა უნდა, აქაც სტანდარტული ჭიდი იქნება თავსებადი ყველაფერთან. MDT-ის შასი საკმაოდ მძიმე. ეს კონკრეტული 308 კალიბრზეა. უჟანგავი. ძალიან მაგარია. რო იყო შანსი საყიდელია. მოკლედ Savage აქ არის ორი მოდელი წარმოდგენილი. აი Savage-ის სტენდი. ორივე გადასარევი ვარიანტია. 22 მაგალითად 22 შეჯიბრზე თუ გიყავთ ხოლმე გამოსვლა, ხოლო მაღალ კალიბრებში უკვე აი ეს Impulse Precision-ი დაიტრიეთ და იქნებით 3-მდე ბედნიერი. რამდენი სიბრტყე აქვს რეგულირებისა? ძალიან კაი რაღაცაა. აი განსაკუთრებით ეს რაღაც თავისებური მიღრამი აქვს, ასე ვთქვათ. კაი რაღაცაა. მოკლედ ეს იყო Savage. მადლობა Savage-ს, გადავედით შემდეგზე. ერთი სუპერ-პუპერ წარმატებული სპორტული იარაღების მწარმოებელი Feigenbaum. ძირითადად ეს არის სპორტსმენებისთვის განკუთვნილი, ეს არ არის ჩვეულებრივი სანადირო იარაღი. გაჭირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ სასურველი არ არის, იმიტომ რომ მონადირისთვის მძიმეა, თავისებური ფორმა აქვს, რაც მოუხერხებელი იქნება მონადირის შემთხვევაში, მაგრამ სპორტისთვის ეს არის ერთ-ერთი ძალიან სასურველი. ამათ ყველაზე კარგი რაც აქვს, ეს არის 22-ის ვარიანტი. ეს ჩამკეტი მიმწოდებელი, რა ვიცი, ჩახმახი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სექსუალური მოწყობილობა. ნახეთ ახლა როგორ მუშაობს, ეს არის მიმართულ რელსებზე გაკეთებული და როდესაც თქვათ აი ამოწევ თვითონ იხსნება, თვითონ ვარდება. შეიძლება სხვა მოდელზე გაჩვენოთ. აი აქ განვიხილეთ. არ დაგაინტერესოთ ახლა ეს 22 ელენერზე ეს მიმართულები რას აკეთებს. დააკვირდით ჩახმახის გახსნას. გავხსენი, გამოუწიე და აი სულ ეს არის ჩვენი ჩახმახი. მე ვიცი რამდენად გამოჩნდება იქ მთელი კვილანების სისტემა. მაგრამ აი ბენჩრესტისთვის ბიჭებო რა უნდა იყიდოთ და არა ვასტოკი და სხვა რაღაც გაუგებარი უბედურება. კი, გეთანხმებით ფასი კატასტროფა იქნება, მაგრამ ზუსტი სროლა თუ გინათ, აბატონო ეს არის. ბევრი ვიარეთ, ცოტა ვიარე მოხდი ანშუცის სტენდთან. ხა შესასვლელი სხვა იქიდან არის, იქ ცალკე კიდე ასასვლელია გაკეთებული, ესე პირობითად კუთხით დაინახავთ. პირობითად სნაიპერებისთვის, ვისაც რომ დაждე იქ და ვითომ შორიდან ის რაღაც არ ეჭ. ეხლა პატარა შესავალს გაკეთებთ სინამდვილეში ეს რა კომპანია თუ არ იცით. ძირითადად ეს ორიენტირებული არის უფრო სპორტულ ოლიმპიურ დისციპლინებზე შესაბამისი იარაღებით. ძირითადი მიმართულება ამისი არის 22 ელერი და პნევმატიკა. ამ ორში არის მეფე, ასე ვთქვათ რა. ამ დაგვარი მეფე კიდე ბევრი არის, ვთქვათ, იგივე ვალტერი არის, ვთქვათ, კიდე Feigenbaum და ასე შემდეგ, რამდენიმე კიდე არის ბევრი, მაგრამ ესეც ერთ-ერთი აი კამფეტი ტოპ მწარმოებელია. მაგალითად 22 კალიბრში ერთ-ერთი მოდელი ვნახე, ხო აფანატებთ ბევრი ალბათ ვუდუზე, ხო? 22 კალიბრში. მეც გარკვეულწილად ვაფანატებ ხა ვუდუს, მაგრამ ვუდუს უნდა ელოდო ალბათ ერთი 20 წელიწადი სანამ გაგიმზადებენ კონკრეტულად შენთვის, პლუს რაღაც კატასტროფული თანხაღირს. არ მგონი ახლა ესეც იაფიღირეს, მაგრამ მე უბრალოდ გაჩვენებთ რომ სიტყვაზე არანაკლები შეიძლება და უკეთესიც იყოს გარკვეულ რაღაც მომენტებში. ნახავთ ამ ყველაფერს. შეეცადენ და შეიჭრენ სანადირო სეგმენტში, ოღონდ სუბუქი იარაღები აქვს, რა მართლა სანადირო ვარიანტია. ხამწუთას აქვს 308 კალიბრში, თუმცა როგორც დაანონსეს, ასევე აპირებენ 300 მინიმაქსში, 6.5 კრიტში და კიდე 2 კალიბრი რაღაცა მითხეს, ვერ დამიმახსოვრე, აღარ მახსოვს ფიზიკურად.
კარგი, მოდი ახლა შევიჭრათ შიგნით, ნახოთ აი სნაიპერების ბუდეზეც ასე გადავიდეთ, იქიდანაც გადავიხედოთ რა ხდება. გავიმაიმუნოთ. და ეს არის ჩვენი საყვარელი ანშულცი, აგერ აქვს წარმოდგენილი მთელი ხაზი, მთელი არა, რა თქმა უნდა, ნაწილი ხაზი. ფოტოშოპის თავის ოპტიკასაც უშვებენ, იქეთ არის მაგალითად ცალკე ანშულც ოპტიკის სტენდი. კარგი, ხა მოვედით აქეთ, აი კიდევ დასასრული გვაქვს ზემოთ და აი იქიდან უკვე შეგვიძლია როგორც სნაიპერების ბუდიდან, ასე ვთქვათ, გინდა ზემოთ დაუმიზნოთ, გინდა ვისროლთ, გინდა ვიმაიმუნოთ. სანამ ზემოთ ავალთ, მოდი მანამდე მოვივლეს თქოზე. დანარჩენ სტენდებს ნახოთ, რებია წარმოდგენილი. ეს არის ის სანადირო ეგზემპლარი, რომელიც თქვათ მე იხსენეთ. აგერ არის შესაბამისი კალიბრის მასრებიც. აქ არის წარმოდგენილი კონკრეტულად ეს მოდელები და რა თქმა უნდა ისევ და ისევ მაყურში. მოდი ამასაც ხელი შევავლოთ. წავიმაიმუნოთ ახლა ნახოთ რეალურად რა გვაქვს აქ. წონა, ნუ ძალიან მძიმეც არ არის. ნუ გადასარევად სრიალებს რა არანაირი ხა რაღაც გოიმური ტოსტი რომ აქ რომ დააჭირე და თუ გაეჭედება არაფერი არ ეჭედება ბედნიერად მოძრაობს და აქ ცეცხლზე გვაქვს ძალიან კაი სასხლეტია მაგრამ სანადირო სასხლეტია ეს არ არის სპორტული რაღაცა განსაკუთრებული რაღაც გრამების გრძნობა თუმცა ძალიან predictable crisp და კარგი ვარიანტი ესეც ნუ რა თქმა უნდა ჩვენი საყვარელი კარგი დრეზბაზი ვიცი ესეც ჩვეულებრივი ვარიანტი ნახევარ შაუდერ მოდერატორი არ ნახევრად მაყურში არის ანუ ნახევარზე პირობითად ესე ეცმება პირობითად რო ვთქვა და დანარჩენი უკვე მუშაობს წინაც და უკანა ნაწილიც გასაწმენდის შესაბამისად გექნებათ ხოლმე განსაკუთრებით ლულის უკანა ნაწილი, რომელზეც შესაბამისად ეს ნამწვავი მოხდება ხოლმე. იდეაში ესენც იგივე არის, უბრალოდ სხვადასხვა შესრულება კონდახის. ვინმე ამას რა კაი. საინტერესოა რა კალიბრშია ეს ვარიანტი. 223 რემი. ანუ სანადირო ესეც იდეაში თუმცა ძალიან მსუბუქია, ორსაფეხურიანია, ვაიდე და რა რბილია. ძალიან მაგარი, ამას უკვე სპორტული სასხლეტი აქვს ორსაფეხურიანი. იბედნიერებთ თუ ამით გაისვრით. ეს სტანდარტული თქვათ კონდახის ალოყით. ამას ერთსაფეხურიანი სასხლეტი აქვს. ეს უბრალოდ სადემონსტრაციოთაა ხო ორივე გამოდგენილი, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ დაუკეთოთ ან ერთსაფეხურიანი, ან ორსაფეხურიანი იმის ამიხეთ, რომელი დაგჭირდებათ. ეხლა აქედან გადმოვინაცვლოთ, გადმოვიდეთ. აქ არის წარმოდგენილი 22 LR-ის შაშხანები. ესენი სანადირო მოდელები, ეს არ არის სპორტული მოდელები. სპორტული მოდელები ბოლოსთვის შემოვინახე. აქ ეხლა უკვე გადავსინჯე სიტყვაზე, ნუ ჯერ ესეთ ხო გადასარევად მუშაობს ბოლტის სისტემა. ახლა მჭირი უნდა გამოვიყო, დავკეტო უბრალოდ. სასხლეტი ამას აქვს ერთსაფეხურიანი, ამასაც ერთსაფეხურიანი, ამას ორსაფეხურიანი. და ამას აი გადატვენა მაგალითად მარცხენა მხარეს აქვს, თუ ცაცია ხართ და მოსახერხებელია თქვენთვის. რაღაც არაადეკვატურად მსუბუქი და ძალიან მოხერხებული სასხლეტია, ბედნიერებაა პირდაპირ ვაწვევი. ზოგიერთ შემთხვევაში თან მიჩვევა უნდა, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად რბილია, რომ აი გაგირბის ხოლმე პრაქტიკულად ხელიდან და შეიძლება დიდი შარი აიკიდო თვითგასრულად თუ მოხდება. ცალი ხელით ოპერირება ძალიან ძნელია. აი ხა ნახოთ ფიზიკურად. ოდნა ვაწევთ აი ეგრევე ვარდება. ძალიან გრძნობი არის და predictable სასხლეტია. რაც შეეხება ხა სპორტულ ვარიანტებს. აქ არის წარმოდგენილი რამდენიმე მოდელი. კადრში როგორ ჩავატიო, არ ვიცი მთლიანად, აი ასე ალბათ. ეს ძველი ბიატლონის კლასიკა არის. ეს ორი არის პნევმატიკა. თუ გინდა დარწმუნდეთ, აი ზემოდან მანომეტრები აქვს, შესაბამისად წლების მაჩვენებელია. ესენი 22 LR-შია. ხელი დამეღალა სხვათა შორის ამას სპორტული იარაღები ყველა არის მძიმე და თავისებურად რაღაც მომზადება და ვარჯიში უნდა, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან სრულად ძნელია. კარგი, ახლა რაც შეეხება 22 LR-ს. ეს კლასიკური მოდელია, არის მემარცხენეზე გათვლილი, ჩავკეტეთ 22 არის და ნახოთ ახლა ამას ორსაფეხურიანი თუ ერთიანი სასხლეტი აქვს.
ორიანია, მაგრამ მეორე ვაიმე და რარბილია შობელძაღლი. ხო, ნუ აქ ალბათ საუბარი ერთი 200-300 გრამზე. შეიძლება ეგეც არ იყოს. ძალიან კაი მოდელებია. ეს პრაქტიკულად იგივე ქვედა საყრდენის გარდა შეცვლილია და რა თქმა უნდა გათვლილია მემარჯვენეზე. ესეც ნახოთ, აბა როგორი იქნება. კი, ესეც ორი საფეხურია და იგივენაირად ეს მეგონი მსუბუქია, შეიძლება საერთოდ 100 გრამიც არ იყოს სასხლეტი. მოკლედ ეს არის ძალიან კარგი იარაღები, მაგრამ თავარი რომელიც აი გზემოთ არის. ეხლა იმაზე ავიდეთ და იქ ვიმაინოთ, კარგი? დაიმახსოვრეთ ეს ციფრები და ეს სიმბოლოები და ჩვენ განხილვაზე გვაქვს ეს მოდელი. ეს რაღაც უაზრო გაუგება რაღაც ჭუჭყიან მოწითალო ფერშია გაკეთებული, მაგრამ ნუ რა ვიცი, დიზაინერმა ასე გადაწყვიტა ალბათ. კარგი, ხა ეს მოდელი დაგვხდება ზემოთაც და ნახოთ გადატენის მექანიზმი დავიწყოთ. გადატენა ისე ჰორიზონტალური მეთოდით არის მანიხერის და აი ეს აქ ეხლა რომ მივედით, აი ნახეთ ჩაიკეტა. გადმოწიეთ, კიდე მივწიეთ, ჩაიკეტა. ეს როდესაც ეხლა აქეთა ხელში გიჭირავს, ხო? შესაბამისად ხდება ამით გადმოწია, ამით მიწია. ჩქარი გადატენა თუ გინდა ხოლმე, იმისათვის არის ეს ვარიანტი გაკეთებული. რა თქმა უნდა, ჭიდი, დავაკვირდეთ მჭიდს, ოხსნათ. სამხელა მჭიდია, თან კაი წონა აქვს, მასიური ალუმინი არის და ესეც ჩვენი 22-ის ჩასადები ჭიდი. ვინ ამბობდა რომ ვუდუს აქვს მარტო დიდი მჭიდებიო, აი, ან შულციც აქ არის. ეხლა გადატენილი გვაქვს და მოდი შევამოწოთ სასხლეტიც. ორ საფეხურიანია, მოდი ნახოთ მეორე საფეხურზე რამდენი წონა დაგვჭირდება. აი, გრამები. ალბათ 100 გრამი მაქსიმუმ. თან ეს გარანტირებულად რეგულირებადი იქნება. ეს ესე ავწიოთ, თორე ჯერ აი, ასე. ვაიმე. ძალიან გრძნობი არის, კრისპი, predictable, თავარი ოდნავ თითი არ გაგიფართხალდეს, ასე ვთქვათ რაღაცა. არ გჭირდეს რომ არ მოგწეს. შემდეგი ვნახოთ ეს ლულა არის. ლულაც არის ვებერთელა სქელი და ხვრელი ცოტა დიდი არის. სქელი ლულა არის 30-იანი. აქ გაკეთებული აქვს რეზბა 18 ერთზე. ეს იმისათვის რომ მაყუჩი დაუყენო თუ გინდაო, არ ვიცი ახლა სპორტულ ვერსიაზე რა ჯანაბად გინდა მაყუჩი, მაგრამ ნუ არის ესეთი შესაძლებლობა და ხვრელზე როდესაც აღნიშნე რომ 5.5-ისთვის შესაბამისი უფრო დიდი ხვრელია და რა ჯანდაბაა მეთქეს, გარეთ ჩამოცმული მილია თუ წონისთვის რა არის მეთქნა. არა, ვაკაც წონა კი აქვს ახლა ამას, იმიტომ რომ მასიური სქელი ეს არის, უბრალოდ ხრახნები აი აქ თავდება სადღაცო. დანარჩენი სპეციალურად აქვს გაფართოებული იმისათვის რომ მაყუჩი თუ შემოაცნო რომ გაზები მაქსიმალურად კარგად შედიოდეს მაყუჩი და ასე ვთქვათ ჰაერის ნაკადი მოკვეთოს და ხმაც მოკვეთოსო. ასე რომ აი ესეთი ვარიანტია. ავიდეთ ახლა ზემოთ, ნახოთ ეს მოდელიც, მეორე მოდელიც არის და გავითამაშოთ, გავიმაიმონოთ როგორ აიქნება. აი ვერ არის ეს ბედნიერებები. ერთი ეს ფლორაუსტები 308-ში უნდა იყოს, ვნახოთ, არა. 6.5 კრიდმორში არის ახლა 660-იანი ლულით. გადასარევი ეგზემპლარია სხვათა შორის, შეიძლება ამის ყიდვა, მაგრამ ფასი იქნება ჩემტერს. ეს აგვაქვს შედარებით ლაითი მოდელი, მაგრამ პრაქტიკულად იგივე შესაძლებლად, ან ლულა იგივე, სასხლეტი იგივე, ჭიდის მექანიზმი ცოტა სხვანაირი. ეს არის ACC მოდელი და ჭიდი არის აი ესეთი ვარიანტი, აქედან დავაწვეთ. აი გამოვარდა. აი ესეთი ჭიდი გვაქვს. აქ სამწუხაროდ ვერ ჩავსვათ მთლიანი ზომის კლასიკურ ჭიდს. თუმცა მოდი ვსინჯოთ, აბა თუ გამოვა ეგეთი რაღაცის გაკეთება. არა, ფიზიკურად აი შახტაში არ შეეტევა, აზრი არა აქვს. ასე რომ ეს გამოვიცხეთ. ასე რომ მხოლოდ ამისთანავე ჭიდზე ვშევით. შესაბამისად თუ გინდათ განსაკუთრებული ჭიდი გქონდეთ, როგორც წეგან გავისაუბრეთ, მაშინ გინდათ აი ეს APP სერია, რომელსაც აი ესეთი ჭიდი მოყვება. ეს დიდი მოცულობის ჭიდია, ეს პატარა მოცულობის ჭიდები არის. სიგრძეში ცოტა განსხვავება არის, როგორც ხედავთ. ესე დავადაროთ, მაგრამ განსხვავება ისიც არის, ეს სპარკი არის, ანუ ორი ცალი ერთად არის და ნუ შეგიძლიათ ხან ერთი ჩადოთ, ხან მერე გაწიოთ მეორე ჩადოთ. კარგი, ხა წავიმაიმუნოთ, ნახოთ, აქაც იგივე ვერსიებია უბრალოდ წარმოდგენილი შავ ფერში. თუ ვიყიდი ალბათ აი ესეც ვიყიდი. გაცილებით ვიდრე ხა თქვა თელი ან აი ეს იასამნის ფერი. კარგი, ნახოთ ახლა ახლოვდან ეს მოდელები. კარგი, მოდი ახლა ესე დაკეცილად ვიქნები, იმიტომ რომ სხვანაირად კამერას ვერ ვაყენებ რა ფიზიკურად რა. ესე იგი, ეს არის 17-80 APR Black-ი, შავი ფერის არის Black-ი. 6.5 კრიდმორშია, ლულა არის
660 მმ-იანი, საკმაოდ გრძელი. 6.5 კრიდმორში ისედაც ზუსტი უნდა იყოს და პლუს ამის სანამწარმოებლისგან და კიდე გრძელი ლურჯ. ჰო, კარგია. დეფოლტად უყენია კომპენსატორი. საკმაოდ დიდი ბოლტი არის. ძალიან კარგად დადის ბოლტი. ჩემ დურაკულ ტესტშიც არ ეჭედება. ჭიდი. სტანდარტული ჭიდი, რაც 300-ზე მიდის ხოლმე, შესაბამისად პირობითად interchangeable იქნება და შეგიძლიათ თუ რაღაც ცალკე იყიდოთ კიდე. სასხლეტი ნახოთ ახლა. წესით აღწერილია, რომ პირველი საფეხური არის 750 გრამი. კი, ძიმია, შედარებით პირველი საფეხური. აბა ნახოთ მეორე საფეხური. ვერ ვიტყვი რომ ასეთი ძიმია. ალბათ სადღაც 300 გრამამდე ძალა უნდა, 200-300 გრამი. შეიძლება ცოტა მეტი. ძალიან სუფთა გრძნობიარე სასხლეტია. მე უკვე ცადე აქედან თქვა პირობითად სროლის სიმულაცია, ზუსტად რასაც დაადებ, აი ისე კარგად ისვრი რომ მაგ დროს თოფი არ მოძრაობს გადასარევად, აქ ყველაფერი დაყენებული. მოკლედ must have, კაი რაღაცა არის. 6.5 კალიბრი კი მიდოდა. შეიძლება ეს განიხილო, მაგრამ ალბათ კატასტროფული ფასი იქნება ამ ჯერახის. ხო, ლულის პროფილიც ბარემ თუ იმას გაინტერესეთ, გამომავალ დიამეტრზე ეს არის 23.5 მმ. ნუ თითქმის 23 ან 24-იანი შეგიძლიათ ჩათვალოთ. დასაწყისში სქელი ლულა არის სადღაც 32-იანია. კარგი, გადავედით ახლა ამ წითელზე. ესა გვაქვს ACC. იცით რა მძიმე, აი კატასტროფულად მძიმე არის. სქელი ლულა მაინც ეს არის უკვე სტანდარტული ბოლტით. გადავტენეთ. აქ ახლა ჭიდს გამოვიღებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად ვერ გადავტენით, იმიტომ რომ სტოპერის ვარიანტი ეჯახება ჭიდს. გადავტენეთ და ვსინჯოთ აქაც, აბა. მოდი აქ ესე გადმოვწიო, რომ ნახოთ როგორი მუშაობს სასხლეტი. წესით ესეც ორსაფეხურიანი უნდა იყოს, მოდი გადავიკითხოთ აქაც რა გვაქვს. ფაქტორად დაყენებულია 750 გრამიო, ლულის დიამეტრი არის 28 მმ. პრაქტიკულად 30-იანი, კაი მასიური დიდი რებერთელა რაღაცა და სიგრძე უნდა გქონდეს მე მგონი, ხო, 560-იანი, ანუ 56 სანტიმეტრიანი ლულა არის. საკმაოდ დიდია, ძირითადად ახლა LR-ში მე რაც მინახია ხოლმე 50 სანტიმეტრია ხოლმე, ის 6 სანტიმეტრით გარკვეულ რაღაც ვიტამინებს პირობითად თქვა გაძლევს. კარგი, მოდი ავსინჯოთ ახლა მეორე საფეხური რა იქნება. ძალიან კაი სასხლეტია. ვერ ვიტყვი ხა ის 10 გრამი არის პირობითად, მაგრამ 100 გრამში ალბათ შეიძლება 200 გრამში ჟდებოდეს. არა, მეტი იქნება. ხო, 200-დან 300 გრამამდე პირობითად. ნუ ჩემი შეფასებით ხა თავს ვერ დავდებ. პლუს უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგულირებადია. მოკლედ ძალიან მაგარი იერარქია, პლუს ეს თავისი კობრაც უყენია აქ. წინა მხარეზე გაკვირდებით. ფრთები. თელი წონები. გამოკიდებული ლულა, შასი, MDT-ის შასია სხვათა შორის, იმ შავზეც, ამაზეც და იმაზეც რამდენადაც ვიცი. მოკლედ კამფეტია და ბედნიერება. წამოხავ ნახოთ APP სერია ის რაც შვება და იმედია მოვჩით ამით ფანშულს ძალიან გაგვირძელდა, მე მგონი ძალიან გრძელი გამოვიდა. კარგი, მოკლედ ახლა ესეც მოგწეს აქ ამას წავიღებ და ნახავ თელ ბედნიერებას რეები არის შიგნით და რეების წარმოება და ყიდვა და დაკვეთა და ასე შემდეგ შეიძლება. ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საიძეც იქნება ეს ინფორმაცია, მაგრამ აქაც ვნახოთ. მოკლედ, ახლა აქ როგორი ვარიანტი გვაქვს. აქ 1 მმ-ით მოკლე გვაქვს ლულა. 560 მაგრად 559 მმ გვაქვს, აი ეს არის 1 მმ-ი აჯანდაბათი ხო, მოსაკრივი, ან დასაწერი საერთოდ რას ნიშნავდა, რისთვის იყო აღნიშნული. რა თქმა უნდა 22 LR გვაქვს. ახლა იქთან მხარეს უბრალოდ ადამიანი თოფს სინჯავს, ამიტომაც მე შემხლა მემარცხენეს თოფი, ნუ ნახოთ აქედანაც რა გამოვა ფიზიკურად. სასხლეტი ACC-ს თუ ქონდა 750 გრამი ფაქტორი, ხო? ამას უკვე 450 გრამი აქვს ფაქტორად დაყენებული პირველი საფეხური. შესაბამისად შეიძლება კიდევ უფრო ჩამოწევა, როგორც ხვდებით, იმასაც თუ 750 გრამი აქვს, შესაბამისად იმის ჩამოწევა შეიძლება დაბლა თუ ძალიან გინდათ, მაგრამ ეს რაც უფრო დაბალია სასხლეტის წონა, მით უფრო ყურადღებით უნდა იყოთ ხოლმე, იმიტომ რომ მე მქონდა მაგალითად ესეთი სპორტული იარაღი. იმის სასხლეტი რამდენჯერ მიკეთებდა გარკვეულ შეცდომის დაშვების საშუალებას.
მქონია შემთხვევა, როდესაც გამზადებულ ვარ, მივსულ ვარ სასროლად და აი ოდენავ ზედმეტი წაკვრა რაღაცა უბრალოდ ხარი გაისწორე და ტყვია გავარდა. ამასობაში დამიზნებული არ მქონდა. ხო, ამასობაში განთავისუფლდა ჩვენი იარაღი, მოდი გადავიდეთ იქით. მე მარჯვენა ვარ, ასე ვთქვა და ბარემ მარჯვენა გადავიდეთ. ამიტომ ვინაცვლიეთ აქა. ნახოთ ჩვენი გადატანის მექანიზმი, როგორც ვამბობდი, ხელი აქ გაქვს, უბრალოდ გადმოწილი. მე ამ ხელით გაახმარე ჩაკეტე. ეს ბიატლონში საკმაოდ ჩქარი გადატანის მეთოდია ხოლმე, თუმცა თითის მოცილება გინდა სასხლეტიდან და გარკვეული ოპერაცია ცალკე იხარჯება. ჭიდი, როგორც თქვი, არის სპარკები, ესეთი ორიანები. ну, რა თქმა უნდა, შეიძლება დაშალო და უბრალოდ ერთიანი იქნება ხა. მასიური მძიმე არის, კატასტროფული. თვითონ თოფით საერთო ჯამში ძალიან მძიმე არის. გადატენილი გვაქვს, მოდი ნახოთ ახლა სასხლეტი რას იზამს. 450 გრამი. ну, საწყის ვერ ვიტყვი 450 გრამია, სავარაუდოდ თითქმის იგივე წონა არის დაყნებული, რაც ACC სერიაზე, მაგრამ მოდით ნახოთ მეორე საფეხური რას იზამს. აი მეორე საფეხური კი გაცილებით უფრო სასიამოვნოა. იმენა კრისპერი ზუსტად ზედმეტად ოდნა მიეწვევი და გადასარევად ეგრევე ვარდება ზედმეტი წონის დაჭერა. არ ვიცი ხა კადრში რამდენად ჩანს ჩემი თითის მოძრაობა, თქვა აი პირველი საფეხური და პრაქტიკულად თითი არ გამიძრევია. ვარდება ეგრევე თითი და გადასარევი რამე არის? გადასარევი ჭიდის სისტემაა, გადასარევი წონა აქვს. ესეც არის 28 მმ-იანი ლულა. აი ხელში ამიშნა ვაიმე თეთრობა. შანსი არ აქვს გამთია რომ რაღაცა გააკეთო. ეს არის სტაციონარად მიხვედი დადე. აი ჩვენ თამბატონი მტარდება ხოლმე მაგალითად. ილერში შეჯიბე, ხო? აი მიიტანეთ დადეთ და დიდი ვარაუდით, ახლა თავს ვერ დავდით, მაგრამ დიდი ვარაუდით მედალი თქვენი იქნება. თუ სრულად ციცით რა თქმა უნდა და თუ შესაბამისი ვაზნებიც გაქვთ. მოკლედ, ან შულცი ძალიან კარგი იყო, კამფეტი არის. მოვიწამლე ამითაც, ასე ვთქვათ, APR-ითაც და მოვიწამლე აი 6.5 კრიდმორითაც. მინდა. რამდენად გამომი არ ვიცი, მაგრამ წინასწარ ვიცი რომ ფასი კატასტროფა იქნება, რამდენად შევკრები ეს მეორე საკითხი. კარგი, მოვჭით დღეისათვის ან შულცი, წავედით ახლა დანარჩენი გავუხსნით. ვერ მოითვენე, მაინც ვიკითხე ახლა ან შულცთან, რა დამიჯდება მეთქი ის 6.5 კრიდმორი და 22. თვითონ მითხროს კაცო ახლა ვუდუს შეგიძლია მომენტო იყიდო, იციან, გაიგება, ბაზარი იციან, მამაძაღლები არიან, ჩატლახები. მაგრამ ხო იცი ახლა ვუდუს რო იყიდი, მე პახუდუ შენ აწყო, ანიქ ცალკე უნდა გადაიხადო აწყობაში რაღაც აქ ყველაფერი მოგდისო რა, შასიც ისიც ესეცო და ნუ ძირითადად ჩათვალე 6000 ევროში თამაშობო რა. ნუ გარდა იმისა, რომ ახლა ბექგრაუნდ ჩეკი და რაღაცები ცალკე კიდევ, კაი, გასაგებია მეთქი ეგას. ის ცენტრფაირი მეთქი რა ღირს მეთქი რა და ნუ ისო იდეაში ისო ცოტა უკვე ადეკვატური არისო 3800 ევრო დაგიჯდებაო. ну, თუ ავიღებთ იმას, რომ შასიზი არის, ამ სისქე ლულა აქვს, გრძელი, ბოლო-ბოლო ანშულცი არის, ну, რა ვიცი, მე მგონი მისაღები ფასია. ახლა ჩემნაირი კაცი რამდენად გაკაჩავს ეს მეორე საკითხი არის ფიზიკურად, მაგრამ ღირს რა. ვინც იცით გემონება და გინდათ რაღაც მედლის მოპოვება, მე მგონი ღირს პირდაპირ გაჩერება მაგ მოდელზე. გადმოვედით მეხუთე პავილიონში, მე მგონი ბოლო პავილიონია. იმედია შევასრულებ მისია და პირველი ხდება ზიგი. ეს KKC-ს არის, მაგრამ ეს არ ვიცი რა არის. და ზიგის ფონზე ეს სავარაუდოდ დაჩაგრული იქნება. ზიგის შესაბამისი იარაღებიც. ეს არის 320 MOD. ეს გადავტანოთ. გაგი მხელს და მე გუშინ უკვე ვიყავია პავილიონში შემოსული. უბრალოდ იკეტებოდა და გაგვაგდეს ასე ვთქვათ. ბოლო 5 წუთი იყო დარჩენილი. ერთი რაც შევძელი წავათამაშე ხელში რამდენიმე პისტოლეტი. საკმაოდ შთამბეჭდავი რაღაცაა. კარგადაა ყველაფერი გაკეთებული. შევეცადე ტესტის ჩატარებას რაღაცნაირად თვით გავარდნა ქონოდა 320. ნუ რას უკაცავად, არ გამომივიდა. ან აქ რაღაც სპეციალური მოდელია, ან ლეგენდებია დანარჩენი. თავს ვერ დავდებ, ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა იმდენი რეალური ფაქტი არსებობს ვიდეო მასალით, რომ სავარაუდოდ რაღაცა ფაქტს ეხუთუნობა.
კარგი. ხა. საყვარელი იარაღებიც. ჩვეულებრივი არკებია. ხაი MCX-ი გაიჩიტა. ეს არის ერთ-ერთი გადასარევი იარაღი. It's good. It's great. შევეცდები აგიხსნათ განსხვავებას. ოღონდ ცოტა ხანი ჯერ მოვივლი და შემდეგ შევაფასოთ ყველაფერი. There's support like Crossfire, ეს ბოლტები. ხო. ზიგის ოპტიკები. ეს გასაგებია სამიზნეცის და ზემოთ ახედვა არ მინდა, იმიტომ რომ გუშინ ხელიდან ძლივს გამაგდებინეს. ვაიმე დედა. აი ეს არის ექსტასი. ეს არის სექსის ბოლო ზღვარი. რატომაც არ აქვს გაკეთებული ბყელი, რომ ნორმალურად დადგეს, მაგრამ მაინც ექსტაზია. ეს კილო 3, ნუ შედარებით კიდე არაუშავს სავით, მაგრამ აი იმის მერე რო გაიხედა, ამაში გახედვა აღარ გინაკასდა. ეს საერთოდ არც უნდა იყიდო. ჩინურები უფრო კარგი გამოდის, მეგონი, ვიდრე ეს. ამაზე არც გვაქვს საუბარი. აი ეს არის გადასარევი, გადაწყვეტილება 8K. იდეალურად აჩვენებს ყველაფერს. ძალიან ჩქარია, ძალიან ჩქარია, ყველაფერს მაგრა აჩვენებს. მაგრამ უფრო მაგარი არის ზემოთ თვალად. აი ეს მამაძაღლი 10K Gen 2. ეს რაღაც ექსტაზი არის. მინდოდა ამის ყიდვა, მაგრამ აი ჯერ $2500 ის მამაძაღლო. მეორეს თქვათ რომ წიყიდო. სოთაშორის წონა აქვს, არ მეგონა თუ ესეთი მძიმე იქნებოდა, ნუ ძალიან მძიმეც არ არის, მაგრამ ახლა ყოველ წამიერი მოხმარებისთვის მძიმეა. ამას პლუს ის აქვს, რომ 10X-ი ბინოკლიც არის ყველაფერთან ერთად და პლუს 10K მანძილმზომი. ძალიან ჩქარი არის, ძალიან ნათელი და გადასარევი ხედვა აქვს, აი პროსტო არ ვიცი ენით როგორ უნდა აღწერო. საშუალება რო იყოს, ეხლა დიდი სამით ამას მოგლიჯავდი და წავიღებდი, მაგრამ ალბათ გამომეკიდება თელი ზიგი უკან. კარგი, ეს მანძილმზომები, ეს ოპტიკები, ჩვენ დაუბრუნდებით აი იმ სტენდს იქა, მანამდე ნახოთ აქეთ ამ მხარეს კიდე რა ხდება. ბერგარაზე უკვე ვიყავით. ნახოთ ზიგის მეორე მხარე. აი უკანაც აქვს ზიგს. გამოფენა, ეს არის 365. ძალიან მაგარი არის. სუბუქი. და რა კაი რაღაცა არის. დაუშვება. ხო, ეს სასახლე ცოტა ბანძი არის, მაგრამ ძალიან შეშ ნორმალურია. ეს ეხა არ ვიცი, ალბათ ვერ დამინახეს რა თორე გამაგდებენ აქეთ. აქ ეს ზიგის უკანა მხარე, აქ ესენი. ეს ჩემთვის ცოტა უცნობი მოდელია, არ ვიცი ზიგის სერიაში ეს რა არის. იმედია ჩანს კარგად ხო, ჩამბერი როგორაა. ესაც იწყება ხრახნები. კარგი, აი ეს არ ვიცი ხა. რატო უყვართ ხოლმე ბოლო დროს მოდაში შემოსული ყველანაირი უცნაური ფერი ფორმის გაკეთება კონდახებზე. იარაღი მაინც ალბათ იარაღი უნდა იყოს და ესეთ ფერები რამდენად უხდება, არ ვიცი. და გადავიდეთ უკვე ძირითად მოდელებზე. საკმაოდ დიდი იქნება. კალიბრი რა გვაქვს? 762, 51, 308 პირობითად. და ეს რა გვაქვს? ის FDI SG SG561. კარგი, ეხლა განვიხილოთ აბა ეს.
Das können nur Schweizer Soldaten. ესე იგი ეხა თხოვა რომ ჩემი სახე არ გამომიჩინო, შესაბამისად შევესწრები იმ კადრის ამოჭრას ან სახეზე დავადებ რაღაცას. MCX. Так. ზიგი მუგი, ერთ-ერთი ყველაზე კაი ვარიანტი, რაც გააკეთეს. ეს არის MCX იდეაში ეს. ეხლა რაც იყო ამასინათ რამდენიმე წლის წინ კონკურსი, სადაც წარმოდგენილი იყო, ეს მოთხოვნილი იყო შესაბამისი ვარიანტი, რომ დასაკეციც ყოფილიყო იარაღი, რაც AR-15 პლატფორმაში გასაგები არ გამოც, არა და ხა ვიზუალურად შეხედავ ყველაფერი AR-15-ს არის. სად არის ბუფერი. Так, ეს იყო NGSW-ს Next Generation Squad Weapons ვარიანტში გაკეთებული. ძალიან ბევრი რაღაც სიახლეები აქვს ამ იარაღს ჩამატებული, მაგალითად ეხა აქ ასე ვერ გადავხსნი, მას ცოტა სხვანაირად აქვს, იოლად არ გამოდის აქ პროპკა. თან ეხა ესე იყვილს დაიწყებენ იდეაში, თორე შეიძლება აქ სინამდვილეში გადაკეთებულია ვარიანტი, რომ სხვანაირი ბოლტი არის, არ ვიცი ეხა რამდენად დაინახავთ აქ ბოლტის ვარიანტს, ცოტა სხვანაირი არის, მოკლე არის. ზამბარა სისტემა უკვე გადატანილი ზემოთ, როგორც აი კალაშნიკოვშია ეგეთ ვარიანტში, შესაბამისად უკან ბუფერი ფიზიკურად აღარ გაქვს და ამის ხარჯზე შეიძლება ამის გაკეთება. გარდა ამისა, აქ არის ბევრი ისეთი ტექნიკური გადაწყვეტილებები ჩაყოლებული, რაც ზერილებს შეხედვისას ფიზიკურად არჩევს. მაგალითად აი ესეთი დეტალები, რომელიც ყველაზე დატვირთული და ცვლადი დეტალია, ცალკეა გამოტანილი და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მარტო ის დეტალი იქნება გამოსაცვლელი და არა მთლიანად корпуსი, რომელიც ახლა ამ შემთხვევაში მთლიანად ბალისტიკური პლასმასისგან არის დამზადებული. შესაბამისად მსუბუქი არის. ეს თავის დროზე ნუ ახლა კონკრეტულად ეს არა, ამისთან იარაღი იყო NGSW-ს ვარიანტში მოთხოვნილი, აქ სხვათა შორის რეგულირებაც აქვს. რამდენად ჩანს არის ეს ფიზიკურად შეგიძლიათ გადმოიყენოთ. არის ორი ცეცხლისთვის იდეაში. ერთი არის მაყუჩი ცროლის შემთხვევაში, მეორე მაყუჩის გარეშე, ანუ სხვადასხვა გაზების რაოდენობა გადმოდის გადმოსატვირთად. რა თქმა უნდა, არის პისტონზე და არა გაზ დირექტ იმპეჯმენტზე და დეფოლტად ყოველთვის გათვლილი რა ამას მაყუჩი უყენია დეფოლტად, იმიტომ რომ ლულა მოკლე არის და შესაბამისად ეს NGSW-ს ვარიანტში იყო გათვლილი 6.8 კალიბრზე. სამოქალაქოც გამოვიდა, გონის პირ ქვია თუ არა ვცდები, აღარ მახსოვს ზუსტად. სამოქალაქო ცოტა შესუსტებულია იდეაში ვაზნა. სამხედრო მოთხოვნით იყო, რომ წნევა უნდა ყოფილიყო გაზრდილი იმისათვის, რომ ძირითადი მოთხოვნა ამისი, თქვათ, იგივე 6.8 კალიბრზე გადასვლის იყო ის, რომ შეიცვალა საბრძოლო სიტუაცია. ანუ ადრე იდეაში იდეოლოგია იარაღის იყო აწყობილი იმაზე, რომ პოტენციური მტერი, რუსი და ჩინელი მინდორში, როდესაც მორბოდა თავის კალაშნიკოვით, იდეაში იყო ჩაცმული მსუბუქი ხლაპჩატა ბუმაჟნის როძახიან, ხო? ანუ ქაღალდ ბამბის ნაჭრისგან ჩაცმული, თქვათ, ტანსაცმელი. შესაბამისად არანაირი ბრონირება იმას არ ქონდა და შენ დაუშინე იქ 223 და დააწვინე ეს კაცი მორჩა მაგით საქმე. დღეს სიტუაცია შეიცვალა, ყველა ბრონირებული დარბის. გინდა რუსი, გინდა ჩინელი. ანუ პოტენციური მტერი უკვე დარბის ბრონირებული 223 კალიბრის გარკვეული ლიმიტაციები აქვს. კი, ხა რაღაცები კიდე მიდის გადაკეთებელი, ხა სულფად გააგიშეს და რამის 4000 FPS-მდე გააქანეს, თქვია, მაგრამ ნუ მაინც პირობთ, მაინც ლიმიტაცია აქვს პატარა კალიბრში შედარებით. ამიტომ ოპტიმალურად ტესტირების შედეგად აღმოჩენილი იყო, რომ 6.5-დან უნდა იყოს სადღაც კალიბრი, რომ იყოს ოპტიმალური. აიღეს სიტყვაზე 308 ბაზის ვარიანტი გადააკეთეს, თუმცა მთლად 308 ბაზა არ არის და შედეგად მიიღეს განსხვავებული ვაზნა 6.8 კალიბრი, სპეციალურად კომპოზიტური გილზა არის, მასა უკაცრავად, ძირა არის რკინის, ზედა არის თითბერის, იმისათვის რომ გაუძლოს უფრო მეტ წნევას და მასა არ გასკდეს ხოლმე. აი ამისთანა სისტემის უკვე საჭირო გახდა, როდესაც გააკეთეს ეს იარაღი და ამისთან დიდ კალიბრის ისრის მოთხოვნით იყო გარკვეული ლიმიტაცია გაბარიტებზე. მოუწიათ ლულის დაპატარება და ეხა ეს იწვევს რას, რომ დიდი ვაზნა, დიდი მუხტით, მაღალი წნევით, ანუ დაშვებული ხო არის 55000 თუ არა ვწდები 65000 PSI-მდე არის წნევა აწეულზე. აღარ მახსოვს ზუსტად მე თუ რაღაცა ტექსტად მივეწე, ზუსტად რა ციფრები არის. შესაბამისად მაღალი წნევის პირობებში და მოკლე ლულის პირობებში დიდი კალიბრი ბევრი დენტით წარმოქმნის კატასტროფულ დიდ ფაერბოლს. აი ეს ფაერბოლი რაღაცნაირად იყოს გამქრალი, დეფოლტად ჩათვალეთ, რომ იძულებული ხართ მაყუჩი დაუყენო და გარანტირებულად გქონდეს.
რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამო, მაყურში არ აჩუმებს იარაღს, არამედ წევს დაბლა მის ხმას და რა თქმა უნდა, იმ გაზების გადამისამართებას აკეთებს, რომ აი ეს ვებერთელი ბაბახი არ იყოს, იმიტომ რომ ვებერთელი ბაბახი მსროლელსაც აზიანებდა. მოკლედ, ესა ერთ-ერთი ვარიანტი, ეს რა თქმა უნდა არის სამოქალაქო ვარიანტი და არა სამხედრო. მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის რა. ამაზე შეიძლება რაღაცა ლეგენდები მოყვე, ასე ვთქვათ, პირობითად რა. კარგი, მოკლედ ეს იყო იგი. ამით დავასრულოთ ხრახნულიანი იარაღების მიმოხილვა. ესმის რომ შეიძლება უფრო მეტის ნახვა და უფრო მეტი ვიდეოს გადაღება, მაგრამ ნუ ბოლო-ბოლო მარტო ვიყავი და შეძლებს დაგვაროთ რაც შემიძლია მაქსიმუმი გავაკეთო. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. გემშვიდობებით ნაწილობრივ, იმიტომ რომ წინ კიდევ მრავალი ვიდეო მაქვს დასამონტაჟებელი, იქნება ეს ოპტიკა, სუპრესორები, ამუნიცია, რელოადინგი, მაინც ბევრი რაღაცები კიდევ წინ არის. მოკლედ გელოდებით სხვა ვიდეოებზეც, იმედი არხი გამოიწერეთ. მომავალ შეხვედრამდე. დაბმულია და ხელში აღება პრაქტიკულად შეუძლებელია, ასე რომ დათქვით აი ესე როგორც არის წებაში და საკმაოდ ძვირი მოდელი არის. დააკვირდით, გაჩერება ხდება ხოლმე ბურთულების მეშვეობით, შესაბამისად ზედმეტი სიმძლავრის ვაზნას